ეს პარლამენტის სასწრაფოდ არის დასაშლელი. მოდის თუ არა ლევან ვასაძე პოლიტიკაში ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ანტიდისკრიმინაციული კანონის სასწრაფოდ გაუქმებას მოითხოვს. ეს არის ქვეყნისა და ერის გარყვნის და სულიერი დეგრადაციის კანონი. ჩაუდგება თუ არა ქუჩის აქციებს სათავეში, რატომ გააქტიურდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ვინ არის ის პიროვნება, ვისი სიტყვაც გადაწყვეტს მის პოლიტიკურ მომავალს. მას მართლმადიდებლობის სახელით ქუჩაში გამოსული მრევლის დიდი მხარდაჭერა აქვს. NDI-ის კვლევის თანახმად მისი რეიტინგი თანდათან იზრდება, რას გეგმავს, ვისთვის ემზადება და რას აპირებს. დაასრულა თუ არა 25 წლიანი მეგობრობა პრეზიდენტ მარგველაშვილთან, რომელმაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა. რატომ უპირისპირდება დავით უსუფაშვილს, რა სიტყვის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, ირაკლი ალასანიაზე. უმისნებს თუ არა ვასაძე ქართული პოლიტიკის ლიდერობას. დღეს იმედის პირდაპირ ეთერში ყველა კითხვა, ყველა პასუხი, ყველა ვერსია ლევან ვასაძე რეაქციაში საღამოსათზე კონკრეტული სათქმელით მოდის. რატომ ვერ შეძლო გაერთიანება არასაპარლამენტო ოპოზიციამ და ვინ მოიგებს არჩევნებზე არასაპარლამენტოების მიერ ერთმანეთისთვის გაყოფილი ხმებით? ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა დღეს რეაქცია წინა საარჩევნო ეთერს ორ პოლიტიკურ ძალას დაუთმობს. ორი წელია ჩვენი ქვეყანა დადის მანკიერ წრეზე. დავიწყოთ სააკაშვილ ბურჯანაძე ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. რა აქვს სათქმელი არჩევნებამდე 16 დღით ადრე ლეიბორისტებს შალვა ნათელაშვილი რეაქციაში საკუთარ გუნდთან ერთად რა მოხდება და რას აპირებს იმ შემთხვევაში თუ ბარიერს ვერ გადალახავენ. შალვა ნათელაშვილის ბოლო გზავნილები არჩევნების წინ დღეს საღამოს რეაქციიდან. მე ამას მათ ამოაჩხამებ და ძმრად ვადენინებ ჩვენ კიდე მოვაყავ. რეაქციის წინა საარჩევნო პრეზენტაციებს არასაპარლამენტო ოპოზიცია დაასრულებს. ექნებოდა თუ არა გამარჯვების უფრო მეტი შანსი. კახა კუკავა რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთად გამოსულიყო. დაგსაქსული ოპოზიცია ვინ მოიგებს ამ გაყოფილი ხმებით. გველის თუ არა არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციები, კუკავა ახალი მემარჯვენეების ალიანსი. ჩვენი ამოცანაა რომ ბოლოს და ბოლოს მოვიდეს ხელისუფლებაში პრინციპული ხალხი, ვინც რაც გასაკეთებელი არის, იმას გააკეთებს და არა იმას, რასაც ზევიდან დაავალებენ. დღეს თქვენ ქართული პოლიტიკის ყველა კულუარულ ინფორმაციას შეიტყობთ. ვიწყებთ საღამოს 10-ზე.